ახალშობილის ცემისთვის ბრალდებულ ძიძას გირაო შეეფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლომ გაავრცელა. ინფორმაციის თანახმად, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 1000 ლარის ოდენობით. თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში ბრალდებული სასჯელახსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლდება. შეგახსენებთ, თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა 1956 წელს დაბადებული ქალი არასრულწლოვანის ცემის ბრალდებით წუხელ დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში თვენახევრის განმავლობაში მუშაობდა, ძიძად 10 თვის ჩვილი გოგონაცემა, რაც ბინაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ იურისტები ძალადობის პრევენციის მიზნით კანონმდებლობის გამკაცრებას, ასევე ძიძების საქმიანობის სავალდებულო ლიცენზირებას მოითხოვენ. როგორია ხელისუფლების პასუხი, ნახეთ მანანა გიგინეიშვილის რეპორტაჟი. წლინახევრის გიორგი ძიძასთან დღის ძირითად დროს ატარებს. პატარას დედა გვიყვება, რომ ძიძას 1 წელი ეძებდა. ოჯახისთვის უცხო ადამიანთან ბავშვის დატოვების გადაწყვეტილება დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ მიიღო. ელენე გვიყვება. ყოველთვის უყურებდი ჩუმად ფანჯრიდან, თუ როგორ აძინებდა, იმიტომ რომ მქონია შემთხვევა და გამიგია, რომ ძიძები ამბობდნენ, ბავშვებსაც ვერ იძინებს, გაზზე გადაატარებდნენ. გადაწყვეტილების მიღებამდე ელენემ ახლობლების რეკომენდაციით არაერთი ძიძა გამოსცადა, სააგენტოსაც მიმართა, მაგრამ ყველა შემთხვევაში უკმაყოფილო დარჩა. ელენე გვიყვება, რომ აფთიაქში შეესწრო ფაქტს, როცა ძიძა პატარასთვის დამამშვიდებელ პრეპარატს ყიდულობდა. ერთ-ერთი ძიძა არჩევდა ბავშვისთვის მედიკამენტს, ეკითხებოდა ფარმაცევტს, რომ ეს გამოიწვევდა თუ არა ძლიერ უკუჩვენებას და მოთენთილობას. სამი შვილის დედა თეონა თავაძე ამბობს, რომ სააგენტოსთვის არ მიუმართავს, თუმცა ახლობლების რეკომენდაციის შემთხვევებშიც ძიძის შერჩევა გაუჭირდა. მშობლები ფიქრობენ, რომ ბავშვებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტების პრევენციისთვის მკაცრი რეგულაციები უნდა არსებობდეს. კანონი უნდა იყოს ძიძასთან დაკავშირებით საკმაოდ დასჯადი. იმიტომ რომ და იმის მომხრეც ვარ, რომ კამერები იყოს ოჯახში დამონტაჟებული, თუნდაც იცოდეს ძიძა. ძიძების თემა საზოგადოებაში გუშინ მომხდარი ფაქტის შემდეგ გააქტიურდა. ძიძა 10 თვის ჩვილს ფიზიკურად გაუსწორდა, რაც სამართალდამცავების თქმით სახლში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა. სისხლის სამართლის საქმე ცემის ფაქტზე აღეძრა, რაც ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ითვალისწინებს. მომხდარის გათვალისწინებით იურისტების ნაწილი ძიძების საქმიანობის სავალდებულო ლიცენზირების შემოღებას მოითხოვს. ისინი კანონში არსებულ ხარვეზებზეც ამახვილებენ ყურადღებას და მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის სასჯელის გამკაცრებაზე მიუთითებენ. ეს უნდა იყოს სახელმწიფოსთვის სპეციალური რეგულირების სფერო და ძიძების კანდიდატებს მინიმალური ცოდნა, მაგალითად მედიცინაში აუცილებლად უნდა ეთხოვებოდეთ. ცემის ფაქტით და ეს მუხლი თავისი დეფინიციით, როგორც ასევე სანქციის ნორმით არის საკმაოდ მსუბუქი და მე ვფიქრობ უსუსტურიც კი. ხელისუფლება ძიძებისთვის ლიცენზირების აუცილებლობას ვერ ხედავს, თუმცა ძალადობის პრევენციის მიზნით კანონის გამკაცრების მომხრეა. რამღაცნებას მე დაუჭერდი მხარს, ასე ვთქვათ, და სპეციფიურად აი ამის მონიტორინგის და შეტყობინების ინსტრუმენტებს. საქართველოში ძიძად მომუშავეთა აღრიცხვა არ ხდება. შესაბამისად არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი ადამიანია ამ საქმიანობით დაკავებული.